საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტების შეხვედრა ვილნიუსში სალომე ზურაბიშვილს დალია გრიბაუსკაიტე მასპინძლობს. ლიეტუვის პრეზიდენტმა დღეს პრესკონფერენციაზე იმედის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოზე როგორც რეფორმების ფრონტის წინა ხაზზე მდგომ ქვეყანასა და მოწინავე სახელმწიფოზე ევროპაში ძალიან ბევრს ფიქრობენ. საქართველო ევროპის ნაწილია და რეფორმების ტემპის შენარჩუნებით აუცილებლად მიაღწევს მიზანს. ქეთევან ქარდავა საუბრობს ვილნიუსიდან. ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი დღეს კრიტიკული იყო რუსეთის ფედერაციის მიმართ მხარდამჭერი საქართველოსთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო გზავნილები გაისმა ვილნიუსიდან მოსკოვის მისამართით და რჩევები მიიღო მეგობრული დღეს ჩვენმა ქვეყანამ იმისათვის რომ მალე გახდეს ქვეყანა ევროკავშირის და ნატოს წევრი. ეს იყო ძირითადი ხაზი განცხადებების, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის სასახლეში. მას შემდეგ რაც დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის და ლიეტუვის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა. გასაზიარებელი გამოცდილების თვალსაზრისით ლიეტუვას საქართველოსთვის ბევრი აქვს 15 წელია, რაც ეს ქვეყანა ევროკავშირის და ნატოს წევრია. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელი ლიდერი ქალებიდან პირველი ლიეტუვის პრეზიდენტ შეხვდა. დალია გრიბაუსკაიტე 10 წელია ქვეყნის სათავეშია. კარატეში შავი ქამრის მფლობელი, ფორბსის გავლენიანი ქალების სიაში ყოველ წელს ხვდება. მას ბალტიელ რკინის ლედის და სახელმწიფოს უშიშარ მეთაურს უწოდებენ. დალია გრიბაუსკაიტე ქართველ კოლეგას სასახლის ეზოში დახვდა. პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრების შემდეგ განაცხადეს, რომ ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის უპრეცედენტოა. საქართველოსა და ლიეტუვას ასეულობით კილომეტრი აშორებთ, მაგრამ ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან. დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს შავი ზღვის რეგიონში უმნიშვნელოვანეს ქვეყნად დაასახელა. მოწინავე სახელმწიფო, ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი და ნატოს ერთგული მოკავშირე უწოდა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს საკმაოდ სწრაფ ტემპს რეფორმების განხორციელების გზაზე და იმას თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა ამ დაბრკოლებებს, როგორ გადის ამ ბილიქს, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანებამდე მიხავს. ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს, რომ რაც შეიძლება ახლოს მივიდეს ევროპასთან და მიაღწიოს საკუთარ მიზნისა და სურვილის განხორციელებას, ანუ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას. სალომე ზურაბიშვილისთვის ლიეტუვას პრეზიდენტის სამაგალითოა და მისაბაძია ის გზა, რომელიც მეგობარმა ქვეყანამ გაიარა 2004 წელს ერთდროულად ევროკავშირისა და ნატოს ოჯახში შესასვლელად. ჩვენ გვიწევს გავლა ერთ და იგივე გზის. ამ გზაზე ჩვენ წინ მიდის ლიეტუვა და ბევრად ადრე შევიდა ნატოში და ევროკავშირში, მაგრამ ეს არის ჩვენი გზა და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენთვის სამაგალითო გზა. რა ის გზა, რაც ქვეყანამ გაიარა და ჩემთვის პირადად მე მინდა ვთქვა, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი მაგალითი, როგორც ქალი პრეზიდენტი და მეთაური ქვეყნის, რაც ეხება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, უნდა აღინიშნოს, რომ აქაც გამორჩეულად ჩვენ მხარს გვიჭერს ლიეტუვა იმაში, რომ ყველგან და ყოველთვის იმეორებს ამ არ აღიარებას არსებული მდგომარეობის არ შეგუებას, გვიჭერს მხარს ტატუნაშვილი ოთხოზოღრიას სიის მხრივ და სანქციების დაწესების და ეს მიღებული არის მათ კანონმდებლობაში. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩვენგან. საქართველო არ გადაიღალა არც ევროკავშირით და არც ნატოთი. ამდენად ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ვიყოთ ერთდროულად რეალისტები და ამბიციურები. მივდივართ ამ გზაზე და ვერავინ ვერ გვაჩერებს ამ გზაზე. სწორედ ვერც რუსეთი და მისი აგრესიული თუ ზოგჯერ ისეთი პოლიტიკა, რომელიც მუქარებით გამოიხატება. ტელეკომპანია იმედის კითხვაზე თუ როგორ ესახება და რა შეუწყობს ხელს ლიეტუვის პრეზიდენტის აზრით საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გასაწევრიანებლად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, დალია გრიბაუსკაიტემ ერთ-ერთ მთავარ საკითხად რეფორმები დაასახელა.
საქართველოს უკვე ძალიან ბევრს მიაღწია. თქვენი რეფორმები აღიარებულია. საქართველოს კიდევ უფრო უნდა დააჩქაროს რეფორმები, განსაკუთრებით სასამართლო რეფორმა და ხარისხობრივად გააუმჯობესოს, მიხვეს ანტიკორუფციულ გზას. საქართველოს მოწინავე ქვეყანად არის დასახელებული ნატოსთან მიმართებაშიც. ნატოც გააღებს კარს ახალი წევრებისთვის. ეს ნაწილობრივ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ მეორეს მხრივ დემოკრატიული რეფორმების ხარისხის მოთხოვნა არანაკლები მნიშვნელობისაა. ამ გზას მისდევს საქართველო. თქვენზე ბევრს ფიქრობენ, როგორც რეფორმების ფრონტის წინა ხაზზე მყოფ ქვეყანაზე. სალომე ზურაბიშვილმა ოკუპაციის დასასრულებლად საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციაზე გააკეთა აქცენტი. მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ლიეტუვა საქართველოს გვერდით იქნება. ტექნიკურად ისე გამოდის, რომ საქართველო პირისპირ აღმოჩნდა რუსეთის წინააღმდეგ. ეს არ არის სწორი და სამართლიანი. ამიტომ დონე უნდა ამაღლდეს და გაცილებით ინტერნაციონალიზებული გახდეს. მივესალმებით საქართველოს მთავრობის მცდელობას და ძალისხმევას, დაიცვას მისი ტერიტორია ოკუპანტებისგან და ვუერთდებით ამ ტერიტორიების საბოლოოდ დაბრუნების მოთხოვნას. ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაახსენონ და ყოველ ვიტყოდი შეხვედრაზე რუსეთს გაახსენონ მისი ვალდებულებები, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი. როგორ უნდა მოექცეს თავის მეზობლებს, როგორ არ უნდა დაარღვიოს საერთაშორისო პრინციპები და როგორ უნდა დათმოს ის, რაც არის სამხედრო ძალით დღეს ოკუპირებული. რეგიონულ გამოწვევებზე, საფრთხეებზე, თანამშრომლობაზე საქართველოს პრეზიდენტი დღესვე ესაუბრა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ხვალ ვილნიუსში საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრები ხელს მოაწერენ დეკლარაციას კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე. დალია გრიბაუსკაიტემ მის ქართველ კოლეგას შემართება და გამძლეობა უსურვა. აღნიშნა პრესკონფერენციაზე, რომ პრეზიდენტობის წლები ყოველთვის სავსეა სირთულეებით და გამოწვევებით, ამიტომ ამ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მეგობრების გვერდში დგომას. 10 წლიან მმართველობას დალია გრიბაუსკაიტე წელს ასრულებს. ქვეყანაში მაისში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.